მაშასე ბრუნდები სტუდიაში და ჩვენი შემდეგი თემა არის ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო კალათბურთი და უფრო კონკრეტულად ზაზა ფაჩულია ჩვენი სტუმარია პაატა გუროსპაული ვეტერანი კალათბურთელი და ჩემი უფროსი კოლეგა უღმესი მადლობა პაატა იმისთვის რომ მოხვედი სტუდიაში ჩვენთან გადაცემაში და სანამ კონკრეტულად დავიწყებდით საუბარს ზოგადად რომ შეაფასო ზაზას სეზონი ურთულესი ამოცანა ჰქონდა ზაზას რომ ენდრიუ ბოგატი უნდა შეეცვალა ენდრიუ ბოგატი წლების განმავლობაში იყო Golden State Warriors-ის ძირითადი ცენტრი და დაცვის თავარი ღერძი თუმცა ძალიან კარგად ახერხებს ზაზა მის შეცვლას და ზოგადად რომ ისაუბრო, განსაკუთრებით გამორჩეული იყო საკრამენტოსთან ბოლო თამაში, სადაც კაზენსი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი გათიშა პრაქტიკულად ფაჩულიამ და საუკეთესო მოთამაშეც კი გახდა იგი ამ შეხვედრის. მადლობა მოწვევისთვის, სარგებლობს შემთხვევით და პირველას ყოვლისა მინდა ყველას გულშემატკივარს ჩვენს მაყურებელს თქვენ ყველას სრულად საქართველოს მიულოცო განვლილი შობა ახალი წლის დღესასწაულები, ბედნიერების, სიხარულის და წარმატების წელი ყოფილიყოს ყველასთვის. ეს წელი რაც შეეხება ამ თემას, რომელმაც მართლაც რომ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, გიორგი, არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად მთელ მსოფლიოში და უმეტესწილად ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ყველაფერი სათავეს არ იღებს ლევანდელი წლიდან, ეს ყველაფერი სათავეს იღებს შარშანდელი All-Star-ის გამოკითხვიდან. და ის წესის შეცვლაც დიდწილად არის ზაზაზე დამოკიდებული, ზაზას აი 14,000 მინუს 14,000 ხმაზე, რომლითაც იგი ვერ მოხვდა უბრალოდ All-Star-ის შარშანდელ, ძალიან ცოტა 14,000 ხმა. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, ჩვენ უნდა ამას შევხედოთ ისეთი თვალით და ისეთი მაყურებლის და ისეთი გულშემატკივრის თვალით, რომელსაც არ უნდა მაინდა-მაინც ორმაგი დუბლები. ეხლა იმ სპეციალისტს, იმ გულშემატკივარს, რომელსაც ეგონა რომ ზაზა Golden State-ში გადასვლის შემდეგ შეიძლებოდა მას ქონოდა ისეთივე სეზონი, როგორც ქონდა შარშან იმ გუნდში, რომელშიც იგი შარშან თამაშობდა, არასერიოზულობა იყო, იმიტომ რომ ის შემადგენლობა რაც სათამაშო დროც რო აიღო ბოლო-ბოლო, ისეთი სუპერვარსკვლავები არიან, რომ ამდენი დროც არ ეკნებოდა. დროც და რასაკვირველია და თვითონ შემადგენლობა. ფუნქციაც ხო, ფუნქცია, მაგრამ მე იმას ვამბობ, უნდა შევხედოთ, მე ყოველთვის ვაკვირდები Golden State-ის თამაშის დროს და ჩვენ ხშირად გვაქვს ამის ბედნიერება, ზაზას თამაშს, როგორ თამაშობს. ანუ მისი თამაშის ხარისხია განსაზღვრელი და არა ის თუ რამდენ მოხსნას. ხო, არა სტატისტიკა. და არა ხო, რამდენ მოხსნას, ან ჩაგდებას, ან პასს აკეთებს, ხო ზაზა? და თუ დავაკვირდებით იმას, არა მარტო საკრამენტოსთან კაზინსი ჭკუიდან გადაიყვანა, ხო, სამი ბურთი ბავშვით ხელიდან წაართვა და საწასულიყო აღარ იცოდა. ისედაც არ არის თვალდალაგებული დემარკუსი და აქსუ გადაირია, ხო და არა მარტო მე დღესაც მგონია, რომ იგივე Whitesides, რომელსაც დღეს გამთენიისას მაიამის შეხვდება Golden State-ი ძალიან კარგად დადგება ზაზა მის წინააღმდეგ და ძალიან კარგად ითამაშებს. მაგრამ აქ დასვაში თამაში არ არის, აი მომენტებშიც კი ჩანს, რომ სულ მოძრაობს ზაზა, ბლოკს აყენებს. აი ეს განსაკუთრებით აი კაზენსი საუბრობდი პაატა, მართლა სამჯერ ხელიდან წაართვა. იმდენ დაკარგვა გააკეთებინა, რომ საბოლოოდ ხა Golden State-ი ამ დაკარგვებს როგორ იყენებს მეტოქის დაკარგვებს, ეს კარგად ვიცით, უსტრაფესად გადადიან შეტევაში და ზოგადად ისეთ საინტერესოა, რომ კარის ჰქონდა 30 ქულა ამ თამაშში, 28 ქონდა დურანს და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ფაჩულია, სწორედ იმიტომ, რომ კაზენსი გაანეიტრალა და იმდენად მაღალი იყო მარკმენების კოეფიციენტი ზაზას. გიორგი, აქ არის სწორედ იმაზე, რაზეც მე ვისაუბრე, როგორ თამაშობს. ამას შეიძლება მაყურებელი, ჩვეულებრივი დილეტანტი მაყურებელი და აი რიგითი გულშემატკივარი, რომელსაც უხარია კარის სამქულიანები, დურანტის ეფექტური შესრულები და ჩატენვები. აი ეს პასი იყო ხო, განსაკუთრებული. ეს იყო ჰაილაიტი ამ მატჩისა. უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და მათთვის უფრო მისაღებია, მაგრამ შტამბეჭდავია, რასაკვირველია. მაგრამ ზაზას თამაში გუნდისთვის არის ძალიან საის კიდევ ერთხელ ეს გენიალური გადაცემა, მშვენიერი პასი და ხედავთ ამ ყველაფერს, ასე რომ მე არ მიმაჩნია ის რომ ამან რაღაც აჟიოტაჟი უნდა გამოიწვიოს. სხვათა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არიან სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ რატო წერთ, რომ ზაზა ფაჩულია შეიძლება მოხვდეს და ეს გასაკვირია და ასაბუთებენ ისინი, იმის რომ ისინი ფიქრობენ და ამიტომ გასაგები, აი, გვახსენეთ დემარკუს კაზენსი არაერთხელ და აქაც კადრებით შეგვიძლია ვიხილოთ თუ რა დღეში ჩავარდა ის, როდესაც გაიყვანეს შეცვლაზე სკამს ურტყავდა, ამის გამო შენიშვნაც მიიღო. ნერვები ვერ გააკონტროლა, აშკარად წყობიდან გამოიყვანა თვითონ მატჩი, როგორც ეთამაშებოდა აქედან გამომდინარე ზაზამ. და პრესაც ძალიან კარგი აქვს, რა თქმა უნდა, ზაზა ფაჩულიას ამ თამაშის მერე. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ხშირად ამბობენ, რომ NBA-ის ყველაზე უფრო შედეგიან ცენტრს აჯობა, მან დემარკუს კაზინს 28 ქულა ჰქონდა საშუალო
უშუალო თამაში და მხოლოდ 17 შაგდება მოახერხა. გარდა ამისა, რამდენი დაკარგვა დემარკუს კაზის მანამდე არც ქონია. სტივ კერმა თქვა ძალიან საინტერესო რომ ზაზა ფაჩული არის ძალიან ჭკვიანი მოთამაშე, რომელმაც ყოველთვის იცის თუ სად უნდა იყოს, ეს NBA-ის საიტზე წერია თვითონ ერთ-ერთ სტატიაში და აქვს ძალიან კარგი ხელის ტექნიკა, რასაც ყოველთვის კარგად იყენებს და ყველაზე ცნობილი ბლოგის საიტი Golden State of Mind, რომელიც Golden State-ის თამაშზე წერს, თავარ ფაქტორად გამარჯვების თulis ზაზა ფაჩულიას და სწორედ ამიტომაც დასახელდა ის ალბათ MVP-თ ამ თამაშის. ძალიან ძლიერი მოთამაშე დადგა წელს განსაკუთრებით კარგად მოერგო უკვე გუნდს და დრეიმონდ გრინიც ამბობს რომ რაც უფრო მეც ვთამაშობთ ერთად მით უფრო ვეწყობით ერთმანეთს და მით უფრო სასარგებლო ჩანს ზაზა ფაჩული. ანუ თავიდან არ ელოდნენ რომ ესე შეეწყობოდა გუნდს. კი, რასაკვირველია ხა ადაპტაციის პერიოდი ყველა სჭირდება, მათ შორის ზაზა ფაჩულიასაც და მან ეს პერიოდი უკვე გაიარა. ეს შეიძლება უკვე ჩვენ ხმამაღლას კი ვთქვათ, რომ ზაზა უკვე მოერგო Golden State-ს. უფრო თამამია ვიდრე მანამდე იყო. უნდოდა, ისევე როგორც Golden State-ის გულშემატკივრები ითხოვენ. იმიტომ რომ მოდი ნუ ჩავაცივდებით ამ ერთ თამაშს. საკრამენტოს გარდა ზაზა ფაჩულიამ ძალიან კარგად ითამაშა სხვა მატჩებით. რიგი მატჩები ქონდა, სადაც ორმაგი დუბლები ქონდა. რიგი მატჩები იყო, სადაც არ იყო, შეება 5 ქულა ქონდა, მაგრამ იმდენად კარგად ითამაშა, რომ იქაც კი დაისვა საკითხი, რომ ზაზა ხომ არ იყო საუკეთესო მოთამაშე. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამერიკელი მიმოხილველები და სპეციალისტები ამ ყველაფერს უყურებენ. თუ როგორ მოძრაობს, როგორ ბლოკს აყენებს, რა შედეგი მოაქვს მის მოედანზე ყოფნას. გავიგე რომ ჯავალ მაგი გამოვა და ჩატენის ფუტბოლს. მაგიტომაც თამაშობს 3 წუთს ჯავალ მაგი და ფაჩული ერთ-ერთ თავად. სტივ კერიმას აღიარა და თქვა რომ ზაზა ფაჩულიასთან ერთად ჩვენ ვართ აბსოლუტურად სხვა გუნდი და სწორედ ამიტოა ეს ყველაფერი და არა იმიტომ რომ ვინმეს უნდა რომ ზაზა ფაჩულია რამენაირად იქ მოხვდეს. რა თქმა უნდა. მარტო ქართველებს ხო არ გვინდა? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ხმა მიიღო ზაზა ფაჩულიამ და ამას დიდი გამოხმაურებაც მოყვა სოციალურ ქსელში. საინტერესო სტატისტიკაა, სადაც პლუს მინუსი, ანუ მარგი ქმედების კოეფიციენტი პირველია ის თლიანად NBA-ის ცენტრებში, რაშიც ნუ მის გუნდსაც უდიდესი წვლილი შეაქვს, რა თქმა უნდა, პლუს 223 აქვს მას პლუს მინუსი, თუმცა ზაზასაც არ უნდა დაუკარგოთ თავის გარჯა, როდესაც ის მოედანზეა, გუნდი უკეთ თამაშობს, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, საკმაოდ ირონიული იყო პირველადი გამოხმაურება ზაზას მიმართ, როდესაც ბევრი ხმა მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა ცენტრებში. რატო გაუკვირდათ? შარშანდელი სეზონი ხო, ნუ მაინც გაუკვირდა, დაწერეს რომ ჯონი კეიჯმა Twitter-ზე მაგალითად დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომ ისეთი, ასე ვთქვათ, სიყვარული და თანადგომა მინდა დავიმსახურო ვინმესგან, როგორც ზაზა თავის სამშობლოში უყვართო, გაკვირვებული სახეები, გიფები, სხვადასხვა კალათბურთელების, როდესაც ზაზას ასე ვთქვათ, ხმების რაოდენობა მიიღეს, ბევრი სახალისო გამოხმაურება ქონდა, თუმცა რაც უფრო ახალ და ახალ Twitter-ს ვკითხულობთ, მით უფრო იცვლება ეს დამოკიდებულება და ნელ-ნელა უკვე სერიოზულად განიხილავენ, იგივე Golden State-ის ოფიციალურმა გვერდმაც კი დაწერა უკვე რომ ზაზას თამაშის გარკვეული მომენტები იმსახურებს მის All-Star-ში ყოფნას და ზაზა ამას ადასტურებს ნელ-ნელა. მე გეთანხმებით და ვეთანხმები აი ამ ყველა იმ აზრს, იმიტომ რომ სხვათა შორის მე დღეს წავიკითხე ზაზა ფაჩულიას დიდი ინტერვიუ, ვრცელი ინტერვიუ, რომელიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიცა ერთ-ერთ ჟურნალისტს და იქ არის ძალიან კარგი ესეთი მიმანიშნებელი. ჩვენ ვართ 4 მილიონი ქართველები. დიახ. და საქართველოში კალათბურთი ძალიან უყვართ, მარტო მე არ ვარო, არც შემით იწყება და არც შემით თქვენ ახლა საუბრობთ სწორედ ამ ინტერვიუზე, რომლის გაშვებასაც ვაპირებ. ხო, არა? და კი და აი ჩვენ გვაქვს ეს. და რა გაუკვირდათ, რომ ქართველები აი ესე სანთელივით შევსქერით ზაზას, მაშინათო არ ატეხეს ხმაური, როცა იაომინმა მილიარდი ხმა აიღო და ყველა შაკილონილებს და ჰაკიმოლაიჯონებს გაუსწრო, ხო? მოდი ვნახოთ აი ეს ინტერვიუ სწორედ რაც ახსენე პაატა, ძალიან საინტერესო ინტერვიუ არის და ზაზა ისე საუბრობს, რომ მე მგონი ნებისმიერი ელჩი ისურვებდა, რომ ასეთი პიარი გაეკეთებინა თავისი ქვეყნისთვის. მოусმინოთ ამ ინტერვიუს. ფიქრობ, რომ შედეგი რეალურ სურათს ასახავს? ჩემთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. ყველაფერი შარშან დაიწყო, როდესაც ქართველები აქტიურად ჩაერთვნენ გამოკითხვაში. მე აქ 14 წელიწადია ვთამაშობ და ალბათ ამერიკელი მხარდამჭერებიც ყავს, მაგრამ მოდით რეალურად შევხედოთ სურათს. გასაგებია, რომ ხმის მიმცემთა დიდი უმრავლესობა საქართველოდანაა. მათ უკვე აქვთ გამოცდილება, იციან როგორ უნდა მისცენ ხმა და შედეგიც არ მიგვირს. ასეთმა პოპულარობამ ბევრი უკმაყოფილებაც გამოიწვია. გამოჩნდა ხალხი, რომლებსაც არ მოსწონთ, რომ მათი საყვარელი კალათბურთელები არ არიან სიაში. თქვენ ფიქრობთ, რომ შედეგი დაჰაკეს? იცით, ამ ყველაფრის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ყველაფერი ბუნებრივად ხდება. არასდროს მithოვია ვინმესთვის, რომ ხმა მოეცათ. მთელი ჩემი ყურადღება გუნდისკენ და მომავალი თამაშებისკენაა მიმართული. ნომერ პირველი პრიორიტეტი გუნდია, ბიჭები, რომლებთან ერთადაც ვთამაშობ. მთლიანად ორგანიზაცია და ქალაქი. ამაზე ვფიქრობ ახლა ყველაზე მეტს.
ეს ამბავი თავისით ხდება. მე კი უბრალოდ შემიძლია თვალყური ვადევნო და მადლობელი ვიყო. მართლაც მადლობელი ვარ. ბევრი რამ შეიძლება გქონდეს, შეიძლება ბედნიერიც იყო, მაგრამ ეს ისეთი რამ არის, რასაც ვერ იყიდი. დიდ მხარდაჭერას გრძნობ და მთავარი სწორედ ეს არის. არ მაინტერესებს All-Star-ი და ის დიდება თუ აღიარება, რაც მას თანსდევს. მთავარი ის მხარდაჭერაა, რასაც ვიღებ. ეს ნიშნავს, რომ სწორად ვაკეთებ რაღაცას. შეიძლება სრულყოფილი არ ვარ, მაგრამ სწორი მიმართულებით მუშაობ. თავს ვდებ ჩემი ქვეყნისთვის, ნაკრებისთვის, ჩემი ხალხისთვის და ისინი ასე პასუხობენ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. როგორ გაიგე რომ ამ ხელამ მხარდაჭერა გქონდა? ტელეფონი გამეთიშა, დავტენე და ისევ გაითიშა. სერიოზულად გეუბნებით. 3-4 ჯერ მომიწია ტელეფონის დატენვა, იმდენი შეტყობინება მომივიდა. სოციალურ ქსელებს ვესტუმრე და აფეთქებული დამხვდა. ასეთმა პოპულარობამ ბევრი უკმაყოფილებაც გამოიწვია. გამოჩნდა ხალხი, რომლებსაც არ მოსწონთ, რომ მათი საყვარელი კალათბურთელები არ არიან სიაში. ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, რა თქმა უნდა, ნეგატივიც წამოვიდოდა. ამისთვის მზად ვიყავი. თავარი არას ვგრძნობ, ეს ყოვლის მომცველი გზნობაა. ჩვენ ხომ 1-2000 ხმაზე არ ვსაუბრობთ, ასეულობით ათასებზეა ლაპარაკი, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებული შედეგია. მოდი სხვა კუთხითაც შევხედოთ ამ ამბავს. იქნებ ღირდეს საქართველოს დაგუგლა. ნახოთ რა ქვეყანაა, რანაირი ხალხი ცხოვრობს, როგორი ხასიათი აქვთ. იცით, ჩვენთან უყვართ კალათბურთი. უყურებენ NBA-ს, უყურებენ Warriors-ის თამაშებს. იქნებ ღირდეს იქ კემპების გლობალური მატჩების ჩატარება. ჩვენ ამას ვიმსახურებთ. იშვიათად რომ სხვაგან შეხვდეთ ასეთ რამეს. არ გულისხმობ დიდ ჩინეთს, საიდანაც იაო მინი იყო. ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ასე იყოს ჩართული ამ ყველაფერში. იქნებ ღირდეს იქ სტუმრობა, ფულის ჩადება. შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ქართველებს დიდი გული გვაქვს. ამას ამ კუთხით ვუყურებ და მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის რეკლამირების საშუალება მაქვს. ასე რომ კიდევ ერთხელ, არ გამკვირვებია, ვიცი ქართველების ხასიათი. ბევრი რამ გამოვიარეთ, უამრავი ომი, კონფლიქტები ჩვენზე დიდ ქვეყნებთან, მაგრამ ისევ რუკაზე ვართ, გადავრჩით. მტკიცე ხასიათი გვაქვს, ასე რომ ღირს იქ ჩასვლა. ბევრი ისეთ რამეს გაიგებთ, რაც არც კი ხსმენიათ. შარშანდელთან შედარებით წესები შეიცვალა. ამბობენ, რომ დიდწილად ეს სწორედ იმისთვის გაკეთდა, რომ გასული წლის სიტუაცია არ განმეორებულიყო. ფანების ხმებს ზალა მოაკლდა. ფიქრობ, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო? არ ვიცი, ყველა ქართველის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ და 100% დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ შეიძლება მართლაც ასე იყოს, რომ შარშანდელი სიტუაციის განმეორება არ უნდოდათ და ამის გამო შეცვალეს წესები. ეს უკვე მცირე გამარჯვებაა. შეიკრიბა ხალხი, დაჯდა და გადაწყვიტა, რომ რაღაცა შეეცვალათ, ასე რომ ქართველებმა NBA-ის განვითარებაში თავისი სიტყვა თქვეს. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფიქრობ, ყველაფერი სამართლიანადაა. ფანებმა თავის სიტყვა უნდა თქვან. ეს შოუ ხომ მათთვის ეწყობა. არ ვიცი, კალათბურთელებს რამდენად დაინტერესებთ All-Star-ისთვის ხმის მიცემა. ვიცი, რომ ყველაზე მეტად მომავალ შვებულებაზე ფიქრობენ და დასვენება სურთ ხოლმე. შემდეგ მწვრთნელები მოდის, არა? მედია? ხო, რა თქმა უნდა, თქვენს თქვენი სათქმელი უნდა თქვათ. ნახოთ რა იქნება. მეც ხომ NBA-ის ოჯახის წევრი ვარ. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ძალიან კარგი. თუ არა და არც ეს იქნება წარუმატებლობა. საქართველოში აკადემიაც გახსენი და ბევრ რამეს აკეთებ. ფიქრობ, რომ ასეთი ყურადღება ამ საქმიანობაში დაგეხმარებათ? რა თქმა უნდა, არ მომწონს, რომ დღეს მხოლოდ მე ვთამაშობ NBA-ში. ჩემამდეც იყო 2 მოთამაშე და 1 ჩემს მერეც. კიდევ ვიმეორებ, საქართველოში უყვართ კალათბურთი. 16 წლიდან ნაკრებში ვარ და ეს კარგად ვიცი. შეგიძლიათ დაგუგლოთ. გასულ ზაფხულს, როდესაც ნიკოლა ვუჩევიჩის მონტენეგრო ჩამოვიდა სათამაშოდ, დასწრების რეკორდი მოხსენით. გვიყვარს სპორტი, ეს ჩვენს სისხლშია. პირველი არ ყოფილა, ვინც თამაში დაიწყო. დიდი ისტორია გვაქვს. კარგი იქნება მეტ ყურადღებას თუ გამოიჩენენ ჩვენს მიმართ და სკაუტების მხრიდან მეტი დაინტერესება იქნება. ჩემს აკადემიაში იმედის მომცემი მოთამაშეები ვარჯიშობენ. ჩემი მიზანია ისინი აქ ჩამოვიყვანო, ან ევროპის ტოპ გუნდებში ვიხილო. მინდა რომ მეტი ქართველი იყოს წარმატებული, არა მხოლოდ ამ სპორტის სახეობაში, არამედ საერთოდ. გუნდელებში რა გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს? ეს ყველაფერი ძალიან სახალისოა, თუმცა არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ All-Star-ზე ვფიქრობ. მთელი ყურადღება გუნდზე და მომავალ თამაშებზე მაქვს გადატანილი. ყოველდღე მხედავთ და სოციალურ ქსელებშიც ადევნებთ ჩემს საქმიანობას თვალს. ხედავთ, არავითარ სპეკულაციას ადგილი არ აქვს. მოდით ასე ვთქვათ, თითქმის 500,000 ხმის დაგროვება ხუმრობა საქმე არ არის. ასე რომ ხმის მიცემას თვალს სიამოვნებით ვადევნებ. რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი თქვენს თამაშზე? თავს უფრო კომფორტულად გრძნობ, თავდაჯერებულად. ახალ სისტემაზე მორგებამ დრო წაიღო, თუმცა ყველაფერი კარგად არის. გუნდელები და მწვრთნელები მენდობიან. მათ მიმართ მეც იგივეს გრძნობ.
ნახეთ ძალიან საინტერესო ინტერვიუ, მართლა ძალიან კარგად საუბრობს ზაზა და მე ურჩევ ზაზას გიორგი რომ დაამთავრებს კარიერას დიპლომატიაშიც მოსინჯოს და მithumetes ბოლო პერიოდში პოლიტიკაში იმდენი სპორტსმენი წავიდა რომ მე მგონი მაგათთან შედარებით და ისედაც ზაზა ურიგო ნამდვილად არ იქნება. და რომ გავაგზავნოთ ეს თემა, All-Star-ის თემა, ისიც უთხრათ აუცილებლად გულშემატკივარს რომ წელს გაუჭირდება ზაზას მოხვედრა, თუმცა ძალიან ცოტა დრო დარჩა უკვე და მე მგონი არ უნდა შევწყვიტოთ ხმის მიცემა, ეს ჩვენი განაცხადი იქნება ერთგვარი, რადგან 50% აქვს წელს მხოლოდ გულშემატკივარს და დანარჩენი 25-25% აქვს უკვე მედიას, რაც ნიშნავს დიდწილად იმას, რომ შეიძლება აქ წინა პოზიციებზე ზაზა არ იყოს და ასევე მოთამაშეებს აძლევენ ხმას და შემდეგ აი სამი კომპონენტი დაჯამდება და საშუალო მაჩვენებელი უკვე იქნება, ანუ ის რაც მე ვნახავთ რო ხდება თუ არა All-Star-ში. თუმცა მე მგონი ამაზე ზაზას ნაკლებად ფიქრობს და ჩვენც მხოლოდ ამ ინტერვიუს გამოძღირდა მთელი ეს NBA ზაზაფაჩულია და აჟიოტაჟი, იმიტომ რომ მართლა ელჩის ფუნქციას ასრულებს ქართული კალათბურთის NBA-ში და ბევრი კარგი რამ შეიძლება ამას მოყვეს ქართული სპორტისთვის. ბევრი კარგი რამ, თუ კი მის სიტყვას შეისმენენ იქ ეუნება ადამიანი რომ ჩამოდით, ვნახეთ ვინა ვართ, ძალიან უყვართ კალათბურთი და მართლაც თუ გახსოვთ ის ჩერნოგორიასთან ის გადატენილი ტრიბუნები და ესეთი წარმოუდგენელი ატმოსფერო, ხომ? რაც შეეხება გიორგი, ამ ზაზას შეიძლება ვერ მოხდეს. მე მაინც იმედი მაქვს და გეტყვით რატო. არიან მოთამაშეები NBA-ში, რომლებმაც იციან ზაზას ფასი. არა მარტო Golden State-ში, არამედ მის სხვა გუნდებში, ატლანტაშიც, მილვოკიშიც, დალასშიც და არა მარტო ამ გუნდებში, რომლებშიც მან ითამაშა. არამედ მოთამაშეები თვითონ ხედავენ, თვითონ აფასებენ, თვითონ იციან, ეხლა როგორ გონია ეხლა დურანტი, გრინი, არა იმიტომ რომ მათ თანაგუნდელია, ისინი ხო გზნობენ ვინ უნთავისუფლებს დერეფანს, ვინ ეხმარება. აი სწორედ აი ამაზე დეტალურად მოდი გადავიდეთ ზაზას ამ პლუსებზე, რაც არის ჩვენ გვაქვს რამდენიმე პატარა კოლაჟი და გამოვყოთ აი ეს მომენტები, რომ მაყურებლისთვის უფრო ისე გახდეს გასაგები. და კიდევ ერთ დავამატებ, გიორგი, რაც შეეხება მედიას. სწორედ მე ამის იმედიც მაქვს, აი ამ მესამე 25%-ის, იმიტომ რომ თუ კი არსებობს კრიტიკა, თუ კი არსებობს ეს ირონია, არსებობს ასევე საღი შეფასება, არსებობს ასევე ზუსტად ასახვა ზაზას თამაშის ხარისხისა და სწორედ ეს მედია, რომლებიც აი მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ესე აფასებენ, ისინი ძალიან ბევრნი არიან იქ და მე კვალიფიციური ადამიანები არიან. მე არ მეპარება რომ მედიის მხრიდანაც ზაზას მხარდაჭერა იქნება. იმედია ასე იქნება. მოდი ვნახოთ. გაჭირდება. კი, რთული იქნება, იმიტომ რომ ბევრი სხვა ისეთი თან აქ მხოლოდ ცენტრებს არ აფასებენ, რომ წინა ხაზელებზე არის ლაპარაკი და ცენტრი როგორც ესეთი აღარ არის NBA-ში. მოდი გადავიდეთ აი სწორედ ამ დეტალებზე, რაშიც ზაზა არის ძლიერი და პირველ რიგში გამოვყოთ აი ეს ბლოკები, რაზეც შენც აღნიშნე და მე მგონი მე ვიტყოდი რომ სოფლიოში თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის ზაზა აი ამ კომპონენტში და დააკვირდით რაღაც შემთხვევებში აი პასსაც აკეთებს და პასთან ერთად ბლოკსაც აყენებს. მე გიორგი კიდევ ერთ დავამატებ შენს ნათქვამს, მე უფრო აი ჩაუღრმავდები. არა მარტო ერთი ეპიზოდია, როცა ზაზა ბლოკს აყენებს და ან პასს აკეთებს. აი გამოჩნდება ეს უკვე პასების მომენტები არის. აი პასებზე მე რას ვამბობ, იცი რომ იგი არ ჩერდება. ერთ ბლოკს რო აყენებს, თქვათ რომელიმე ცენტრს რო ამოიყვანენ ან მაღალ მოთამაშეს, გააკეთებს ერთ ბლოკს და შემდეგ უკვე ჩერდება. რაზა სულ მოძრაობს. ან თავისუფლებს ტომსონს, ან თავისუფლებს კარის, იქვე დურანტს დაუყენებს ბლოკს და ეს იწვევს ყველაფერს მითამაშის ხარისხის ამაღლებას. აი ეს პასებს ხედავთ ჩვენ ამ ბლოკებთან ერთად და აი დააკვირდით აი ზაზას თამაშის დროს როგორი სივრცეები იქნება Golden State-ის შეტევაში. ანუ ზაზას უფრო ხშირად ამოდის სამქულიანის პერიმეტრთან და ამოყავს ცენტრი და შემდეგ ძალიან ხშირად ეს შერბენებს აკეთებენ იგივე დურანტი, კარი ტომსონი და ანუ კერიც რა კარგად ხედავს ზაზას ამ პლუსებს და როგორ აწყობს თვითონ აი ამ ტაქტიკას, Golden State-ის ტაქტიკას. ზაზას ამ პლუსებიდან გამომდინარე, ესეც მნიშვნელოვანია. გეთანხმები, ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ სხვა ცენტრებს თუ კი ჭირდება დაძახება, რომ ამოდი ბლოკი დამიყენე თავისი პარტნიორის მხრიდან, ზაზა ამას აკეთებს თვითონ. ზაზას ესეთი სტილი აქვს, იმიტომ რომ ის ძალიან ზუსტად მიხვდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა Golden State-ში.
სიბრძნე იგრძნობა მის თამაში. იგი თამაშობს სათამაშო ძალიან ინტელექტი და მართლაც რიგ ეპიზოდებში არის რომ ბრძენი, დაბრძენებული მოთამაშე თამაშობს, რომლისთვისაც საიდუმლო აღარაფერი აღარ არსებობს მოედანზე. ხო, თუმცა სწავლა არის კარიერის ბოლომდე და რასაკვირველია ესეც იქნება, მაგრამ სწორედ ამ პლუსებზეა. მე ამის იმედი მაქვს, რომ ამას დაინახავენ. თუ რა სარგებელი მოაქვს ზაზას გუნდისთვის. ვერ არის ისეთი ეფექტური როგორც მისივე თანაგუნდელი კევინ დურანტი, მაგრამ არანაკლები დიახ, თან ახლა აქ ის მომენტიც არის ზაზა შარშანაც ძალიან მაგარ პასებს აკეთებდა, თუმცა წელს ისეთ თანაგუნდელები ყავს უკვე, რომ მისია ეს თვისება, კარგი პასები პრაქტიკულად უფასებენ, ანუ ძალიან იშვიათია, რომ ზაზამ კარგი პასი გააკეთოს და ვერ ჩააგდოს, თქვა იგივე კარიმ ტომსონმა დურანტმა, ისეთ თანაგუნდელებთან არის წელს და აქედან გამომდინარე უფრო გამოჩნდა ზაზას ეს პლეუსი. სხვათა შორის, სწორედ ერთ-ერთი ნაკრების თამაშის შემდეგ, თვარსტები ბოლო თამაშის შემდეგ ჩვენ ძალიან ხანგრძლივად ვისაუბრეთ მე და ზაზამ და ჯერ პირველ რიგში სწორედ ესაა დასაფასებელი რომ მე ვფიქრობ რომ კარიერის ყველაზე სწორი ნაბიჯი გავაკეთებ არა მარტო იმიტომ რომ საჩემპიონო ბეჭედი გავიკეთო ხელზეო მე ვფიქრობ რომ მე იმ ასაკში ვარ მე იმ უკვე ისეთი გამოცდილება მივიღე რომ მე ვითამაშებ ისე როგორც უნდა ითამაშოს ჩემნაირმა მოთამაშემ და ამას ასრულებს. თუ საწყის იმ 20 მატჩში, თუ 25 მატჩში შეიძლება არ იყოს ზაზა ესეთი გამორჩეული, მე ამ სიტყვას არ მომერიდება ამის თქმა, ეხლა უკვე ბოლო მატჩები ზაზა არის ერთ-ერთი საუკეთესო. ან დერეფნებს რა კარგად ანთავისუფლებს თავის ამოსულით, ხო? ეგ უნდა მე კი ვხედავ ამას, ეს არის საჭირო რომ დაინახონ იმ მაყურებლებმაც და იმ სპეციალისტებმაც, რომლებიც ხმას აძლევენ. წინოალი აი მართლაც ეს ტაქტიკას თვითონაცდი არის და კიდევ აი მხოლოდ შეტევაზე რომ არ ვისაუბრ, მხოლოდ აი კომპონენტებზე რომ ვისაუბრებთ, ასევე დაცვაში თამაში გამოვყოთ ზაზასი ძალიან ჭკვიანური და ძალიან კარგი და ნუ მოხსნებზე და შავი სამუშაოს ყოველთვის ეხერხებოდა და აქ ერთ ფაქტორს უნდა გავუსვა ხაზით, ბევრი ზაზას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ზაზა თქვათ არ არის ისეთი კარგი ბლოკშოტერი ბჭყალებში, ანუ ისეთ კარგ დაფარვებს ვერ აკეთებს, როგორიც ბოგატი იყო. თუმცა აქაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ სხვანაირ დაცვას თამაშობს უფრო ზაზა და უფრო სხვა პლუსები აქვს. სწორედ ეს მინდა ეხა აუხსნა ორი სიტყვი. თუ დავაკვირდები, თუ ზაზას შეიძლება ორმაგი დუბლი კონდეს, შეიძლება არ ახშირად, მაგრამ აკეთებს ორმაგი დუბლსაც, მაგრამ მისი დაცვაში სწორი თამაშიდან გამომდინარე, მოხსნებს აკეთებს დურანტი, მოხსნებს აკეთებს გრინი, მოხსნებს აკეთებს ტომსონი და იგი გუდალას ანუ არა მარტო თავის კაცს კეტავს, ის სწორად თამაშობს. და ის სწორედ ის სპეციალისტების აღნიშნავენ, ვინმეს თუ გაექცა რომელიმე მოთამაშე, იგი აზღვევს. აზღვევს, აი აქ სწორედ ეს იგი აზღვევს, აუცილებლად აზღვევს. შემდეგ შეიძლება ხდება რომ მისი კაცი აგდებს ბურს და ჩანს ისე თითქოს თქვა ჩააგდო კაზინსმა დაუშვათ პირობითად, ხო? მაგრამ იგივე სპეციალისტები სწორედ აი ესე დეტალურად არჩევენ აი ამ მომენტებს. ზაზა დააზღვია, მაგრამ ზაზა აღარავინ აღარ დააზღვია. და რაც შეეხება დაცვაში ამ გადაკეთებს, შეიძლება ეხა მართლა დუაიტ ხოვარდივით და ვაიტსაიდივით ვერ აკეთებს 20 მოხსნას, მაგრამ მერწმუნეთ რომ მისი კარგი თამაშის წყალობით ის მოხსნები, რომლებიც აქვს გრინს, დურანს და ან სულ ყველა მოთამაშეს ბევრი იქიდან ლომის წილი ზაზას დამსახურებაა. კი და ასევე ისიც მნიშვნელოვანი მომენტია, ჩემი აზრით, რომ შეიძლება ზაზამ ისე შეუშალოს ხელი მეტოქეს, რომ ანუ დაფარება ვერ გააკეთოს, მაგრამ აიძულოს, რომ გაცილებით უფრო ის გაუშვას ბურთი პოზიციიდან ისროლოს და შემდეგ ეს სტატისტიკაში არ აისახება, შენ საუბრობდი, სწორედ და იგივე ხა ფსიქოლოგიური ფაქტორიც არის, ყობიდან გამოყვანა მეტოქის ნებისმიერ ეპიზოდში დიდი ძალისხმევა უჯდება მოწინააღმდეგეს, რომ უბრალოდ ბურთი მიიღოს. ის კი არა, რომ თქვათ მე რაღაც ხნასთან მანამდეც ისე ეთამაშება აქტიურად, ფიზიკურად, რომ ძალიან ურთულებს საქმეს თავის მეტოქეს ყოველთვის და იგივე ხა მემფისთანაც გაზოლი ხა ისეთ ელიტური ცენტრების წინააღმდეგ უწევს იდეაში თამაში და კარგათაც გამოსდის. ხო, ხა ისე ვერ გამოვა, რომ გაზოლიც და არ ჩააგდებინოს, ხო? გაანეიტრალო ისე, რომ საერთოდ ბურთი არ ჩააგდოს, მაგრამ მთლიანობაში აქვს საუბარი იმაზე. ზაზამ მიხვდა მთავარი მომენტი რა არის გიორგი და მინდა მაყურებელსაც მივაწოდოს ჩემი აზრი და მე ვფიქრობ ძალიან ბევრი გაიზიარებს ამას. ზაზამ მიხვდა, იმიტომ კი არ მიხვდა რომ სხვანაირად ფიქრობდა და სპეციალურად აკეთებს. ანუ სწორად მიხვდა იგი, რომ მისი თამაში Golden State-ში უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის. ანუ იგი აკეთებს აბსოლუტურად სწორად ყველაფერს. იდეალურად ხან გამოსდის, ხან არ გამოსდის, მაგრამ ხარვეზები მის შემთხვევაში, მის თამაში ხარვეზები არის, თუმცა ეს არის მინიმალური და ის ხარვეზები
შეიძლება დამოკიდებული იყოს არა მარტო მასზე. ანუ იგი პრაქტიკულად სულ სწორად თამაშობს. ყოველთვის სწორად თამაშობს, მეტნაკლები იქ შეცდომებით, რიგ მატჩებში შეიძლება კონდეს, მაგრამ სწორით თამაში. თავარი მომენტი, დაცვაში კარგი თამაში, ბლოკების დაყენება, გუნდელის განთავისუფლება. რამდენი ისეთი პასი აქვს მიცემული, რომელმაც აქტუალობაში მოიყვანა არა მარტო ორაკულ არენა, არამედ სტუმრადაც კი ტაშს უკრავდნენ, ხო? და შეტევაშიც ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს რაღაც მომენტები მოუმატა, როდესაც გადავიდა Golden State-ში, თავად ზადაც საუბრობდა ამაზე, რომ ჯერ ვაკვირდებოდიო, ასე ვთქვათ, ჩემ თანაგუნდელებსო, ვის რა უყვარს, ვის საიდან უყვარს უფრო გახსნა და აი ბოლო პერიოდში აშკარად უფრო თამამად გამოიყურება, ესეც არის და მე ვფიქრობ, რომ იგივე ეს All-Star-ის ხმები რაც ნახა, ანუ თავდაჯერებულობაზეც ეს მოქმედებს და ამაზე ზაზამაც აღნიშნა თავად, რომ უფრო თავდაჯერებულად გზნობს თავს და უფრო იღებს, ასე ვთქვათ, თავის თავზე თამაშს და ეს ბოლო მატჩები განსაკუთრებით ბრუკლინთან, პორტლენდთან, საკრამენტოსთან ეს ბოლო შეხვედრები უკვე 10 ქულაზე მეცაგროებს, ეძებს 4 თამაშია და გაცილებით უფრო აქტიურიც არის და პატ ასეთ შეკითხვა მექნება ეხა, ანუ იგივე შეტევაში, დაცვაში ჩვენ გვიწევს უკვე სანაკრებო დონეზე თამაში და ზაზას ეს ახალი ფუნქცია და ახალი როლი, რაც მიიღო ამ გუნდში Golden State-ში, რამდენად დაეხმარება იგივე საქართველოს ნაკრებს, რომ აქაც გაიხსნას ამ თვალსაზრისით უფრო მეტად. გასაგებია. ეხლა მე სწორედ აი ძალიან კარგი კითხვაა, გიორგი. მე შევნიშნე აი ეს ელემენტები ზადას თამაში უკვე საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებში. ეხლა იქ რასაკვირველია მისგან ჩვენ ველით რომ უნდა გააკეთოს. ლიდერია აქ. ხო, ქულებიც უნდა მოხსნას კიდევაც, მაგრამ აი ეს პასები, ის ბლოკები, რომელსაც ზაზა აკეთებდა, აი ეს ყველაფერი იყო საფუძველი და ნიადაგი იგი ემზადებოდა Golden State-ისთვის. მე ესეთი დასკვნა გავაკეთე. ამიტომაც დაუძახეს. შემთხვევით ხო არ არის, რომ ეხლა ასეთ დონის გუნდში მიგიწვიონ, ამას დამსახურება უნდა და მე მგონი და რაც შეეხება მომავალ მატჩებს, ეს იქნება ფანტასტიკური ჩვენი ნაკრებისთვის, იმიტომ რომ შემსრულებლები რასაკვირველია, ყველამ ერთად უნდა ვისურვოთ, რომ ვიქტორიც და მანუს გამოჯამთელდნენ და ყველა ჯამთელად ყავდეს აი ბატალიების დროს, ევროპის ჩემპიონატის დროს, თუ ყველა შემადგენლობა სრულად ვიქნებით, საქართველოს ნაკრებისში არიან ის მოთამაშეები, რომლებიც შეასრულებენ იმ ფუნქციას, რასაც, რასაკვირველია შედარებითია ყველაფერი, რასაც თქვა Golden State-ში ასრულებს. Thompson-ი, კარი, დურანტი შეასრულებენ ჩვენ ნაკრებში. იგივე მანუ, იგივე ვიქტორი, იგივე სხვები. ჩვენი ახალი ლეგიონერი, ვინც არის ლეგიონერიც, დიქსონიც, ხო? და ზაზას წარმოიდგინეთ, რამდენად მრავალფეროვანი გახდება მის თამაში და რამდენად გაუადვილდება უკვე. რომ თან იმედია პატა ბეჭდით იქნება უკვე და სხვა ფასიც ექნება უკვე ზაზას მოედანზე ყოფნას და იქ საერთოდ ჩვენ გვაქვს ხოლმე საუბარი და მე უთხარი კიდევაც, რომ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ულამაზესი ბეჭედი ისტორიული მოვლენა იქნება, ახლა პირველი ბეჭედი ქართულ კალათბურთელს საოცრება. არ ქვია ამას ასეთი რამ. კიდევ როდის განმეორდება ეს ერთულად წარმოსადგენი არის და იცით ეს ყველაფერი გიორგი, ლუკა, ეს ყველაფერი დაიწყო შარშანდელი All-Star-დან. თითქოს აი რაღაც ეტაპობრივად მივდივართ იქამდე, რასაც აი ხა რაზეც ვსაუბრობთ, რომ ბეჭედი ხელზე, ხო? უდიდესი წარმატება იყო შარშან რაძაზამ გააკეთა და სწორედ ინტერვიუში აღნიშნა მან, რომ ეს უკვე ჩემი წარმატებაა. ჯერ მარტო 14,000 ხმა რო დაგაგდება კავაი ლეონარდამდე და მე-4 ადგილზე გახვალ და კაზინსებს და სხვებს გაასწრებ, ეგ უკვე წარმატებაა. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ხო? იმ ხელა ქვეყნისთვის და ეხლა შენ წარმოიდგინე ეს ყველაფერი დაწყებული წელს ესეთი აჟიოტაჟი. ჩვენ რო არ გვეაქტიურა შარშან შეიძლებოდა რომ არც დაეძახათ შემდეგ Golden State-ში ზაზასთვის, ნუ ხა ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი მხრიდან აქტიურობა და მე მგონი არ უნდა დავიზაროთ და ცოტა დროა უკვე დარჩენილი და უნდა მივცეთ ხმა და მივცეთ. რა კარგად თქვა ზაზამ, რომ ქართველებმა, ჩემმა გულშემატკივრებმა NBA-ის შევასრულებინეთ წესები შევასრულებინეთ და ნუ ეხლა მეტი ამაზე დიდი წარმატება რა არის? საბოლოო გვირგვინი იქნება და ბეჭედი ხელზე და ეჭვიც არ მეპარება რომ იმ თასს ზაზა ჩამოიტანს თბილისში და უსურვო წარმატებები, უღმესი მადლობა პაატეს სტუმრობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ გვაქვს ხოლმე საშუალება რომ ვადევნოთ თვალყური Golden State-ის თამაშებს და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია და ერთი სიამოვნება მართლა წელს განსაკუთრებით ამ თამაშების ყურება, იმიტომ რომ ზაზა არის უშუალო მონაწილე და ყველა თამაში არის განსაკუთრებით საინტერესო. კიდევ შორის გიორგი ერთს გვიტყვი რომ არა მარტო ამერიკული მედია აძლევს აი მედიის 25%-ს, არამედ მრავალი ქვეყნის მათი პარტნიორები ერთ-ერთი ჩვენც ვართ და ჩვენ ზუსტად გუშინ გავაგზავნეთ. პირველზე? არა, პირველზე იქ ვერ დავწერ, ნუ პირველზე კი წერია ფაჩულია, მაგრამ იმ სამეულში ძალიან კარგი. ასე რომ
ჩვენი მხრიდან მაქსიმალურ სვაკეთებთ. ხო და ყველას მოუწოდოთ რომ ხმა მიცენ ზაზაფხულში. აუცილებლად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მოსვლისთვის.